მოგესალმები დადგა 4 შაბათი მე გახლავთ გიორგი დარასელია საღამოს 8 ნახევარი და დღეს ყავს სტუმრად როგორც შეგვირდით მამა ალექსანდრე ბოლქვაძე და მამაოს ქონდა ესეთი ამონარიდები ქონდა პატარა და რო რჩება ხოლმე სხვათა შორის მიხარია ხოლმე რო არა აქვს ხოლმე თან და ესე რაღაც ჩამოწეს ხოლმე რომ მამაოს ძალიან უყვარს ხოლმე მომზადება იმიტომ რომ ამ ხელა საზოგადოების წინაშე გამოდის და უყვარს ხოლმე მაგრამ ეხლა რო არა აქვს ხო უფრო რაღაცნაირად სხვანაირად ესე სულ გულახდილი არის და ეხლა მეტად გულახდილი იქნება და მამაო დაგლოცეთ თუ შეიძლება დიდი მადლობა რომ დაგლოცოთ ღმერთმა მადლობა მოწვევისთვის არა უბრალოდ საწყენი ისაა რომ დამჩარო კარგი რაღაცები იყო ამოწერილი და მინდოდა რომ წამეკითხა და განმემტკიცებინა ის იდეა და აზრი რაზეც მინდა ვისაუბრო მოძღვრისა და მრევლის სიყვარულის შესახებ ურთიერთობის შესახებ გიორგი ეს ამონაწერი მქონდა პავლედან და პავლეს ეპისტოლეებიდან და რა მინდოდა გიორგი მე თქვა რომ აი ეს იდეა დამებადა ერთი გამოსვლელი იყო ერთი კი არა ორი ტელევიზიით ერთ სასულიერო პირი იყო ერთი არ იყო სასულიერო პირი და რაღაცა ისე ლაპარაკობდნენ ერთის მხრივ სწორი იყო რომ დისტანცია უნდა მოძღვარსა და მრევლს შორისო ესეც არ არის ცუდი აზრი, მაგრამ მარტო ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ, იმიტომ რომ დისტანცია რაღაცა დისტანცირება რაღაცა უსიყვარულობის ხაზის ბადებს და ამის საწინააღმდეგოდ აი ამოწერილი მქონდა მე მაგრამ ვეცდები ზეპირად თქვა აი პავლე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეტალონი და მაგალითი ქრისტიანობის ამიტომ ამბობს პავლე არც ერთი წმინდანი არ ამბობს წარმოიდგინე არც დიდი მამების სისოი დიდი პიმენ დიდი არსენ დიდი რა ვიცი საბა განწმენდელი დიდი და ძალიან ბევრი ესენი ძალიან ბევრნი არიან უდაბნოს მამები ეგვიპტის და არც ერთი არ ამბობს რომ მობაძავ ჩემ დაიყავი თუ აი ეს კადნერება ქონდა მარტო პავლე მოციქულს რომელსაც 3 წელი არაბეთის უდაბნოში ყოველ ღამე ეცხადებოდა ქრისტე და დაახლოებით რო გამოვითვალოთ დაახლოებით 1200 გამოცხადება ქონდა ქრისტესი რომელიც შუაღამიდან დილამდე ესაუბრებოდა პავლეს ну რა თქმა უნდა პავლე მოხსენებულია 77 ფსალმუში ანუ როდის არის ის კიდე ნაწირას არ მეტყველები პავლეს შესახებ რომ მოზეიმე ისრაელი ეს არა მარტო ძველი აღთმის ახალი აღთმის მოზეიმე ისრაელის თავში არის ზუსტად პავლე მოციქული ბენიამინის ტომიდან ეს ხო ყველა საოცრია ამიტომ პავლეს ჰქონდა ეს კადნერება და ამბობს მობაძავ ჩემ დაიყავითო და რაში შეიძლება პავლეს უპირველეს ყოვლისა მივბაძოთ გიორგი ჩემო ძვირფასო მაყურებლებო მართლმადიდებლებო რომ უნდა მივბაძოთ სიყვარულში და ეს ამონაწერი მქონდა სწორედ რომ რომელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს რომ ესპანეთში როცა გავემგზავრები აუცილებლად განახავთო და ისე მიყვარხართო გულში მყავხართო რაღაც როგორც სიყვარულის გამოხატავთ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეებში ამბობს რომ თქვენო ჩემი გვირგვინი ხართო ჩემი სიყვარული ხართო უთქვენოთ არ შემილიო საოცარ სიტყვებს ამბობს რა მრევლს პავლე მოციქული პავლე ეპისკოპოსი და იქ არის კიდე საინტერესო მომენტები როდესაც უდიდეს სიყვარულით იხსენიებს ტიტეს ტიმოთეს შილას და ონისიმეს და ძალიან ბევრს აქაიკოს და ნუ 70 მოციქულთაგან რომლებიც მის გვერდზე იყვნენ და თქვენ ახარ ჩემი სიყვარულიო უთქვენოთ მეო ქრისტეს შემდეგო არ შემიძლიო ესეთი გამონათქვამები აქვს რაღაც ისეთ სიყვარულს გამოხატავს და აი ეს ყველაფერი გიორგი არის მაგალითი და მისაბაძი მღვდლისა და მრევლს შორის რომ მღვდელს ჰქონდეს აი ესე დიდი სიყვარული არანაირი ესე იგი რაღაც დისტანციური ურთიერთობა ეს სიყვარულს აფუჭებს დისტანციური კი სიყვარულითი ურთიერთობა უნდა იყოს დისტანციური უბრალოდ ეხა ვიღაც უხეში კაცი თუა და უკულტურო მრევლია ну რაღაცნაირად დისტანციას დაიჭერს მღვდელი იმიტომ რომ ну რაღაცა ღლაბუცი არ დაიწყოს და რაღაც ესეთი არასწორი აქციელი თორე დანარჩენი არანაირი დისტანცია არ არსებობს არსებობს მხოლოდ სიყვარული მღვდელსა და მრევლს შორის. და მამო, რაღაცა გარკვეული ასაკი ხო არ აქვს ამას თუ შეიძლება. ეხლა აი მაგალითად მაინც ახალგაზრდებს შეუძლიათ მამო, იმიტომ რომ აი ძალიან გაუფასურებაც არ შეიძლება იმის, აი რო შეატყობ თუ რაღაც ხო შეგიტყიათ მამაო, რომ უკვე აი გემეგობრება და ის რაღაცა რთულიც არის მამო, ხანდახან აი
ძალიან რომ მეგობრებო იმ ადამიანს შეიძლება ახსარებაში ისე ვერ გაიხსნა რაღაცა ხო აი აქ რა აი დისტანციაში რა იგულისხმება და აი რა დონეზე უნდა იცოდეს თვითონ მრევლმა მოძღვართან თქვენ კი საქციელით აჩვენებთ რომ მე შენაირი ვარ აი უბრალო ვარ მეგობრობ შენთან მაგრამ აი სად არ უნდა გადავიდეს ზღვარს მრევლი იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ მოძღვარს ძირითადად იმიტომ მიცვლიან რომ ზღვარს გადავიდნენ მამაო და რაღაცნაირად კი სწორი ხაი სახლისკარი რომ შეაღეს მე უკვე რაღაცნაირად კითხვა და შენიშვნა მაგრამ აქ ლაპარაკი ხა როდესაც მე პავლესა და ტიტეს და შილას ურთიერთობებს ვამბობ და ტიმოთეს აქ ლაპარაკია მხოლოდ რელიგიური ურთიერთობა მღვდელსა და მრევლს შორის უნდა იყოს მხოლოდ რელიგიური ქრისტე უნდა იყოს თავი და ქრისტიანობა უნდა გვაერთიანებდეს მეტი არაფერი თორე ეხლა თუ ჩვენ რაღაც გადახრი ხო დავკარგეთ და რაღაც სუფრის ურთიერთობაზე დავედით თუმცა სუფრის შეურაცხყოფა მე არ მინდა იმიტომ რომ ეს ჩვენი კულტურაა ქართველების დიდი კულტურა და სწორი სუფრა და ეს აკადემიად წოდებულია სხვებმა შენიშნეს ეს და ჩვენ დიდი ხალია შემჩნეული გვაქვს მაგრამ მე ვამბობ აი რაღაც არასწორი ურთიერთობები ღრეობა და ეს ურთიერთობა არა მე გულისხმობ კაცო როცა მრევლსა და მოძღვარს შორის არის რელიგიური ურთიერთობა და არის სიყვარული აი ამას გულისხმობ თორე რა თქმა უნდა ეხლა თუ მღვდელი შეამჩნევს რომ არასწორად იქცევა მრევლი ну ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა დისტანციას დაიჭერს ის რატომ მამა მე ხაი ხშირად ისიც არ მომწონს რომ აი ზოგი ფეხბურთს თამაშობს მრევლთან ერთად რაღაცა აი რაღაცნაირად ჩემთვის არ არის მღვდელი კი მამა აი საბერძნეთში იმაში ძირითადად ბევრი ის არის დადებენ ხოლმე ვიდეო რგოლები იდება რაღაცა და ანუ რაღაცნაირად აი ეს აი ისა რო ქვია აი ჩემ რაღაცნაირად აი მაინც ის პატივი რო გაქვს რაღაცა ხო მაინც სწორი ხარ შენ ახლა სასულიერო პირი ახლა ფეხბურთის თამაში სასულიერო პირი არ არის ლამაზი ნამდვილად ეხლა რომ ცეკვა ნახეთ როგორ არის სასულიერო პირი უნდა იყოს ყველაფერში მაგალითი და ის ფეხბურთი მაინც განლაღებაა გამიგე და იქ სასულიერო პირი დაცინებენ ესეთ სასულიერო პირს რომელიც ფეხბურთს თამაშობს ვარჯიში სხვა ეხლა სასულიერო პირს აქვს უფლება თავის სიცოცხლისთვის რომ გაიხანგრძლოს ცხოვრება სიცოცხლე და ჭირდება რამხელა ძალები ჭირდება არამატო სულიერი ფიზიკური ივარჯიშოს ეს სხვა თემაა ეხლა ხალხში ფეხბურთის თამაში ეს სასაცილოა მეკარე რო წარმოვიდგინეთ გდელი მეკარე ეს რა ფანდა სწორი გაუშვეს ბუსთან და რო ეჭხობები შენიშნა ხო არა ხშირად ყოფილა ხოლმე მამაო რაღაცა ისა და მე მოაქვთ ხოლმე ნუ ამის გასარჟებაც არ შეიძლება ხოლმე ადამიანები ხარ რო აკნინებენ აი მამაო თუ შეიძლება აი ამ კითხვის დასმა მინდა რომ ადამიანები მე იციან ხოლმე მამაო რომ აი მღვდელში რაღაცას ნახავენ უბრალო საქციელს და ამის წინ წამოწევა რომ აი ისა და რას ემსახურება ეს ყველაფერი მამაო მღვდელს რო დასცინს აი გიორგი რა არის ერთი სასულიერო პირთან მივიდა მრევლი ახალდაწყებული რომელიც პატერიკივითაა რა რომელსაც ხოც დასაწყისში ღმერთი დიდ სულიერ ძალებს აძლევს ადამიანს რომ ეს გემო იგრძნოს სამოთხის მარადიულობის თორე ისე ძნელია არ დაიწყებს და დასაწყისში როცა ამ კაცს მიცემული ქონდა ეს სულიერი ძალები როდესაც პირველი აღსარება თქვა და პირველად მივიდა სასულიერო პირთან მან უთხრა ესეთი რამე მამაო როგორც ანგელოს ისე გიყურებო გამიგე იმ მადლის გამო იმ სულიერ და მე უკვე გავიდა წლები რაღაცა 1-2 მე მგონი პირობითად თქვა და რომ მივიდა ისე ეუნება რომ მამაო მე გიყურებ როგორც ადამიანს ჩვეულებრივ ადამიანს იმიტომ რომ ეს გაითქვიფა ცხოვრების ოლომტრიალში დაკარგა ის მადლი მაგრამ თლად ისე არა და უკვე მე 1-2 წლის შემდეგ მესამედ რომ მივიდა მამაოს ნახე რა შეუნება როგორც ეშმაკს ისე გიყურებო რა ან სულ დაიბინძურა თავის ამიტომ ვინც სასულიერო პირებს ლანძღავს ამით იმას კი არ ამბობს რომ როგორია ის სასულიერო პირი ამას ამბობს თავის თავზე როგორია ის რა მდგომარეობაშია თვითონ ის ადამიანი ეს ფილოსოფია პირდაპირ ვინც ლანძღავს სასულიერო ჯერ აი როგორ მინდა როგორ გული მწყდება რომ სასულიერო პირებს აი ხო ახალგაზრდებს განსაკუთრებით უყვარს რომ ევროპა ხო შესწინებენ ევროპას და ევროპას ეს მოდაში არ არის რომ სასულიერო პირები გააკრიტიკონ იმიტომ რომ იმათმა იზია რომ ყველაფერი რაც კი იქ არის
მშვენიერი და შესანიშნავი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ყველა ტაძრები, საოცარი ტაძარი ხო აქვთ მაგათ გოტიკური სტილის ლამაზი ტაძრები, თქვა ბარსელონაში ხშირად დადიხარ და ასე შემდეგ თვითონ პეტრეს ტაძარი ვატიკანში და ასე შემდეგ ყველი იციან რომ ეს ყველაფერი სასულიერო პირებმა შექმნეს ყველაფერი ამიტომ იქ არ არის ეს მოდაში რომ ევროპაში რომ ვინმე მაკრიტიკოს სასულიერო პირები პირიქით ამაყობენ სასულიერო პირი ბერი იყო მიქელანჯელო იმ პაპისტური ეკლესიის წარმოვიდგინე ბერი იყო მიქელანჯელო და რა შექმნა ბერმა რა შექმნა ხო ამიტომ ამის თქმა ჩვენთან რაც კი რამ არის და რაც შეიძლება ვანახოთ ხო უცხო ადამიანს ტურისტებს ვანახოთ ყველაფერი სასულიერო პირების შექმნილი ჩვენი ფანტასტიკური აგიოგრაფია იაკობ ხუცესის პირველი წიგნი იაკობ ღვდლის დაწერილია განათლებულესი და უნიჭიერესი კაცის და ასე შემდეგ რა ჰიმნოგრაფია საოცარი ჰიმნოგრაფია ყველაფერი ბერების გაკეთებულია ეს საოცარი ტაძრები მონასტრები რასაც კი საქართველოს შეიძლება რომ აღაფრთოვანოს საქართველოს იმ ძველმა საქართველომ ეს ტაძრები იქნება თუ აგიოგრაფია იქნება თუ ჰიმნოგრაფია ყველაფერი დაწერილია ესე იგი სასულიერო პირების მე ამიტომ ცუდი რამ არის აი ეს სასულიერო პირების ძაგება აი ცუდი აი როგორი ტიპაჟი აი ქალი ხო ცნობილი ქალი გამოდის და სასულიერო პირები უნდა გავპარცოთ აი რა არის მიყვარდა იმ ადამიანის მოსმენა მშვენიერი ქალია ვიზუალში ყველაფერი გამოდის ხშირად ტელევიზიის და ეს რა თქვა აი 20-იანი წლების ფანატიკი კომუნისტები რო იყვნენ და ამბობდნენ აი ესეთი რამე თქვა ეს როგორ უნდა იკადრო ადამიანი რა შინაგანი განწყობა უნდა გქონდეს ესეთი რამე თქვა სასულიერო პირებზე გავპარსოთ შემთელი ჩვენი კულტურა სასულიერო პირებზე მოდის ხო აი უცნაური ადამიანი ეთყობა შინაგანად იმდენად უკვე ეშმაკეული და ბოროტია ვინც სასულიერო პირებს ლანძღავს პატრიარქს ლანძღავდნენ ეპისკოპოსებს ლანძღავდნენ აი ეს ეშმაკი თუ დაალაპარაკებს ეშმაკი თუ აღმოანთხევინებს იმ ბოროტ სიტყვას რომელზეც შოთა რუსთაველმა ძალიან ლამაზად თქვა რომ ავსაკაც არის სიტყვა ურჩენია სულსა გულსა აი ეს არის და მამო აი რატო ხდება ხოლმე მაინც გაუფასურება აი ამით რა მიზანი აქვს თქო იმიტომ რომ აი მღვდელს რო ლანძღავენ ხოლმე ეხა ძალიან ბევრ რაღაცას უგონებდნენ ხოლმე სასულიერო პირებს აი ამით ხალხს უშავებენ და რასაკეთებენ რომ ეს ადამიანები ეკლესიაში არ მივიდნენ და დაიღუპონ ხო აი ლოგიკურად შინაარსი ეგ არის ამ ყველაფრის რა იმიტომ რომ თუ იგივე ადამიანი ამბობს რომ იქ ვიღაცა უმცირესობაში არის დაიცვა ვიღაცა ესეთი არის ცოტა არიან დაიცვა რატო არ შეიძლება რომ 3000 მღვდელია საქართველოში და არ გალანძღო ხო ეს პროფესია თორე პიროვნულად შეიძლება ვიღაცამ რაღაცა დამიშაოს შეიძლება პასუხი გასცენ მაგრამ ამ შემთხვევაში აი რატო არის ეს პროფესიათვის ვიტყვი ჭყალებში რა საერთოდ სასულიერო პირი მღვდელი ეპისკოპოსი უპირველეს ყოვლისა ქრისტეს ნაცვალია დედამიწაზე ამას ამბობს გიორგი მერჩულე გრიგოლ თავის გენიალურ აგიოგრაფიულ ნაშრომში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ესე იგი წარმოვიდგინოთ რომ იქვე ამბობს გიორგი მერჩულე რომ მღვდელი რომელიც უკეთურია ოღონ აქ იგულისხმება რაღაცა მძიმე ცოდვაშია მღვდელი მძიმე ცოდვაში იმყოფება თქვა ღმერთმა დაიფაროს და მრუშობაში მუდმივ მრუშობაში იმყოფება ჯობდაო არ გაჩენილიყო ეს ადამიანი იმიტომ რომ თუ ბოლომდე ესე დარჩება ну საშინელება ელოდება ხო მარადიულად და მაგრამ აქ გიორგი ისეთ თემებს ვეხებით ახლა აქ ერთი რამე უნდა გავმიჯნოთ რომ მე ვიცი სასულიერო პირები რომლებიც დიდად სამწუხაროდ დაცემულან ამ ცოდვაში მაგრამ ტიროდნენ შეინანეს და იმის მერე აღარ დამართვიათ და შემდეგ წმინდანებიც გახდნენ ანუ ნუ პატერიკებში კიდე წმინდანებიც კი გახდნენ ეს სხვა თემაა მე ვამბობ იმ აი თვითონ ანტიქრისტიანული სულის სასულიერო პირი რომელიც ბრუშობაში იმყოფება და საერთოდ არ თulis ამას ცოდვას ან კიდე რაღაცა მძიმე ცოდვებში ღმერთმა დაიპაროს აი ეს უკვე ანტიქრისტია ეს უკვე საცოდაობაა მაგრამ თვითონ სასულიერო პირი აი როგორ გითხრა რომ რაც შენ მითხარი კითხვა ესე იგი თვითონ სასულიერო პირი იმდენად საპატივცემულოა რა იმდენად
თვითონ სტატუსი თვითონ სტატუსი ქრისტეს ნაცვალიო კაცო წარმოიდგინეს რომ მოდის წარმოიდგინე ანათებს სასულიერო პირი რა იმ გაგებით რომ ის ქრისტეს ნაცვალია ესე ქრისტეს ქადაგებს შემოსილი რომ მოდის ჯვარი უკეთია პირდაპირ ქრისტიანობას ქადაგებს უსიტყვოდ თავის სიარულით სადაც მივა სადაც მოვა სულ ქადაგება გასტრონომში შევა იქით გაივლის ქუჩას გადატელავს სულ ყველგან ესე იგი არის ქრისტეს ნაცვალი და ქრისტეს დიდება და ახსენებს ხალხს სხვათა შორის ერთმა მეზობელმა მითხრა ადრე მოხუცმა ქალმა რომ ესე იგი ქუჩაშიო დაგინახეო აი ნახე როგორ აი მარტო დანახვა და სასულიერო პირის ჩავლა და გადავწყვიტეო რომ მოვსულიყავიო ახსარებაზეო გამიგეშე მოვიდა კიდევაც ახსარება მარტო ერთი დანახვამ რა გააკეთა შეიძლება მე ჩემი სიტყვები მოусმენი ან მე ქადაგა რამე და იმას ისეთ ზეგავლენ არ მოეხდინა როგორც მოეხდინა მაგრამ აი ქალმა ნახე რა არის რომ ასე რომ სასულიერო პირი ეს არის ღვთის დიდება და სასულიერო პირზე ცუდის თქმა არის აი როგორ გითხრა საშინელება საკუთარი თავის დაწყევლა მეტი არაფერი რა აი ძალიან საშინელება საკუთარ თავს იწევლები როდესაც სასულიერო პირზე რამე ცუდს ამბობს ეს საშიშია კიდევაც ძალიან დიდი მადლობა და მამაო ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ძალიან ბევრი მწერს ხოლმე თქვენთან არის ძალიან ბევრი წმინდა ნაწილები და თქვენ პარაკლისებს აღავლენთ ხოლმე საგარეულო ცოდვების წინააღმდეგ სამშაბათობით არის მე მგონი 3 საათზე ხო და ძალიან ბევრი ხალხი დადის აქ და კიდე თუ შეიძლება აი წმინდა ნაწილები ძალიან ბევრი მე თქვენთან თქვენ რო გაქვთ ტაძარში ამდენი წმინდა ნაწილი მე მგონი ავი ძალიან იშვიათად რომ იმას გქონდეს და კიდე ახლები შეგემატათ როგორც ვიცი და თუ შეიძლება რომ აი ამასთან დაკავშირებით რომ მადლობთ გიორგი ამ კითხვისთვის იმიტომ რომ ბევრი მთხოვს რომ აი რა სიწმინდეებია და როგორ მოვიდა ეს სიწმინდეები და ერთ საინტერესო საკითხს ვეხებით სხვათა შორის ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენ ტაძარში ძალიან მე პირადად ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდა ყველა ქრისტიანს ძალიან უყვარს პავლე მოციქული ხო თქვენ წარმოიდგინეთ რომ ყველა კვირის წირვაზე არის მარტო პავლე მოციქულის აი რომ დაიწყო თავიდან ბოლომდე მთელი წლიური ესე იგი ღვთის მსახურება კვირა დღეს არის სხვა დღეებშიც მომეტებულად მაგრამ კვირა დღეს აუცილებლად არის პავლე რიგითი ესე იგი კვირის საკითხები არის პავლე მოციქულის ეპისტოლე წარმოიდგინე ჩვენ ძალიან გვიყვარს პავლე მოციქული ადრე ვიკრიბებოდით დარბაზებში იოანე ოქროპირის საოცარ ქადაგებებს ვკითხულობდით პავლეს შესახებ და ნუ მრევლსაც შევაყვარე მე ძალიან შემიყვარდა და ნუ პავლე ქრისტიანისთვის უნდა იყოს უპირველესი ეტალონი და ნახე ხა გიორგი რა ხდება ხა ჩვენ ვართ რა თქმა უნდა ისეთი ადამიანები რომ გამოცხადება წმინდანის გამოცხადება შეუძლებელია იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ისეთი დონის ნუ როგორ გითხრათ ალბათ არავინ საქართველოში ერთი ნუ აჰა ორი შეიძლება ეს იყო ჩვენი პატრიარქი და კიდე 1-2 შეიძლება ვიფიქროთ. დანარჩენი ხა ჩვენ ეს გამორიცხულია, კადნიერებაა, რომ ხა ჩვენ თუ ვიტყვით რომ გამოცხადება მქონდა, ეს უბრალოდ ხიბლია და უბრალოდ არასწორი შეფასება საკუთარი თავის, ის შეფასება რომ ჩვენ კიდე არ შეგვიცნია ჩვენი თავი. გამორიცხულია, ესე იგი, გამოცხადება, მაგრამ ნახე ღმერთი და წმინდანები როგორ მოქმედებენ ჩვენზე და ცხოვრებაში წარმოაჩენენ თავიან თავს, რომ ისინი ჩვენს გვერდით არიან. აი მაგალითად, ეს პავლეს ნაწილი ხა როგორ მოგვივიდა, ხო? ერთი ინვალიდი ბერია პავლე და სკი მანახინა ნინა ესეთი რუსები არიან პეტერბურგელები და ძალიან ცნობილები მართლმადიდებლურ სამყაროში. სხვათა შორის ერთი უნდა თქვა მამო, ეს ბერი იმიტომ არის სასწაულად გადარჩენილი, რომ ადამიანს არ გააჩნია თვითონ თავში ძალიან ბევრი ის აქვს პრობლემა, რომელიც გარდაცვლილი უნდა იყოს და დღეს ცოცხალი არის ჩვეულებრივად. ეს ნინას ზუსტად უთხრეს, რომ გარდაიცვლებაო, სულ პატარა ბავშვი იყო. 3 თვეშიო მაქსიმუმო და ეს 3 თვე იქნება აიყვანო რა იშვილო და თუ 6 თვეშიო და
აიყვანო, ამან აიყვანო და ეხა 35 წლისა როგორც შვილი ის ეყავს რა. ტვინი არა აქვს რა პირდაპირ. ხო რაღაცა ოღონ საოცარ წინასწარ მეტყველური ამ მადლია ქაშკარა და ხო და რას ვამბობ ესენი მოვიდნენ ჩვენთან ტაძარში. ისე უყვართ საქართველოს რომ წმინდა ნინოს ზაფხულში და მერე ზამთარში მოდიან ერთი თვით ყოველთვის რა საქართველოში და მოვიდნენ ჩვენთან და რომ ნახე რომ სადღაც ისე ვიწროთ იყვნენ გაჩერებული ერთი დედაო ბარბარე და იმის სახში, მაგრამ ძალიან სივიწროა იყო ის ძალიან კაი ქალია ეს დედა ბარბარე. სომეხი მართლმადიდებელი მონაზონია და ისა რა ქვია. შესთავაზე თქვენ საცხოვრებელი. მე შევსთავაზე ჩვენი საცხოვრებელი ეკლესიის მთლიანი სახლი წარმოიდგინე როგორ კარგად იყვნენ ფართოდ და ყველაფრით უზრუნველყოფილი იყვნენ. და დიდი სიხარულით მივიღე და ესეთი რამე უთხარი კიდევაც რომ როგორც აი თქვენ როგორც პავლე მოციქული მესტუმრა ესე გიყურებთ მეთქი როგორც ბერი პავლე და გითმობთ ამ სახს და იყვნენ ჩვენთან სანამ წავიდოდნენ რუსეთში დიდი სიხარული დიდი მადლიერებით და ამ კაცმა და ამ დედა ნინა მაჩუქა პავლე მოციქულის ნაწილი ამ ხელრამი და აი როგორ გვესტუმრა პავლე მოციქული გამიგე და აი ხა მე როგორც ქრისტიანი როგორ უყურებ ამას ხო უყურებ იმას რომ აი ჩემი დიდი სიყვარული მისდამი აი ესე დაფასდა ნუ უხერხულია ესე ლაპარაკი ამ დაფასდა იმიტომ რომ პავლე მოვიდა ჩვენთან ნუ სასწაულია და კიდე კვიპრიანეს ხო და კიდე კიპრიანი ხა მეორე კიპრიანის ნაწილი რასასწაულად მოვიდა ჩვენთან ერთი ძალიან ცნობილი მღვდელია პროტოიერეი გრიგოლ გრიგორევ ესეთი ძალიან ერუდირებული რამოდენიმე ლექცია მოვისმინე აღრთოვანებული ვარ უბრალოდ ფსიქოლოგი დიდი ქირურგი რუსეთის ჯანმრთელობის მინისტრის ის არის მრჩეველი ერთ-ერთი პირველი მრჩეველი დღესაც და ნუ ძალიან დიდი პიროვნება და ამათ პეტერბურგში ქონიათ კიპრიანის ტაძარი და გამგზავრებულან კიპროსზე ეპისკოპოსთან რომ იქ ნაწილები იყო რომ ეთხოვათ პატარა ნაწილი კიპრიანის და იმ ეპისკოპოსს უთქვია რომ უთქვამს რომ არც გამაგონოთო არც მითხრათო რომ კიპრიანის ნაწილიო და ამგენმა ხერხი იხმარეს რომ რადგან არ გითხრა არაფერი არ და კითხვა არ დაგვისვა ამის შესახებო თხოვნა არ იყოსო წერილობით მიუწერია და იქვე მივეცითო და ეს ეპისკოპოსი კითხულობს თუნდაც რომ ძალიან გთხოვთ მოგცეთ ესე იგი კიპრიანის ნაწილი და ამ ეპისკოპოსს შემდგომ უთქვამს რომ რაღაცნაირად ვიფიქრეო რომ ავგზალე რომ არ მითხრა და მაინც მოვიდა წერილი ჩემთანო ზემოთ ავიხედე ლოცულობდიო და ნუ არ ვიცი ხა როგორ და რანაირად ზემოდან მოვიდაო ხო მოვიდაო თანხმობაო რომ მიეცითო რა და ავდექი და მოგცე და მოგცესნო და დიდი სიხარულით წამოვედითო და ამ დროს დედა აგაფია ერთ-ერთი ქალი ასევე საქართველოს გაგიჟებული შეყვარებული ხშირად მონაზონი მანახინა მოდის ხოლმე საქართველოში ისეც პეტერბურგელია და ჩვენთან ტაძარში ესწრება წირვებს და ეს ამ ქალს უთქვი ამ მონაზონს რომ აი ესეო მამა ალექსანდრეო თბილისშიო კიპრიანეს და იუსტინას პარაკლის ატარებსო და ძალიან გთხოვთო იქნებო პატარა ნაწილიო გაიმეტოთო ამ ტაძრისთვისო და ამ პროტოდეკანოს უთქვი რომ ჩვენო ჩავდივართო საქართველოსიო და მე თვითონ ჩავუტან ხო ამ კაცს რა უთქვი ეცი რა მე ნახეთ ეს კაცი მოვიდა გადმოგცეს დეკანოზი და რა მითხეცი როგორც იმ ეპისკოპოსმაო ეგრე მივიღეთო ეგრე რომ მითხრა მეც ავიხედო რაღაცა მოვიდაო ეს ცნობაო რომ მიეცითო მამა ალექსანდრეს კიპრიანის ნაწილიო და მომიტანა მოვიდა ჩვენთან იყო და აი ესე მობრძანდა ეს ორი დიდი სიწმინდე იმ დიდი სიყვარულით მრევლი რომ აღავლენს ამ ლოცვას წლების განმავლობაში აი კიპრიანე მოვიდა იმ დიდი სიყვარულის გამო როდესაც ჩვენ ესე პავლე მოციქულის წლების განმავლობაში ოქროპირის სიტყვებს ქადაგებდით და შეხვედრები გქონდა პირდაპირ კითხულობდით ოქროპირის სიტყვას პავლე მოციქულის შესახებ პავლე მოგვიბრძანდა აი ეს არის თქვენ სახმან ისრაელისამენ რამე თუ კეთილ რამე თუ უკუნისამდე არ წყალობა მისი აი ეს საოცრება გამოცხადება არ ხდება მაგრამ გამოცხადებაზე უფრო კარგი და ძლიერი თვითონ პავლე მოციქული მოვიდა თვითონ ისა კიპრიანე მობრძანდა ჩვენ ძალიან ბევრი ნაწილი გვაქვს წმინდა გიორგის შიომღვიმელის ძალიან ბევრის ეხა გავაკეთეთ ეს სტენდივით
გავაკეთეთ და იქ წარწერებს ვაკეთებთ ახლა და ყოველთვის 3 საათზე სამშაბათს და 5 შაბათს 3 საათზე გამოგვაქვს ხოლმე ეს სიწმინდეები და სხვათა შორის ისეთი კარგი რამ იყო ეს კაცი ვინც კიპრიანე ჩამოგვიტანა კიპრიანეს ნაწილი მე გავუკეთეთ სუფრა ერთი ჩვენთან არის ერთი კაი კაცი ალექსანდრე ჩიქოვანი და იმან თქვა რომ არავის არ გააკეთებინოთ რა მე მინდა რომ მე თვითონ და რაღაცა ისეთ სიუხვე ისეთ სუფრა გააწყო და ნუ ამათაც გაუხარდა ძალიან და ამ ლოცვის შემდეგ დავჯე იცი ეგ ისტორია მოყვე ხო და ამ პროტოიერემ თქვა რომ მე 20 წელი ალკოგოლს არ ვსვამო და ეგენი ყველა გამოსწორებული ხალხი მყავსო რა და წვეთს არ ვსვამენ ალკოგოლს და ძალიან გთხოვთო რომ ღვინით და სპირტიანი თუ არ დალიოთ სადღეგრძელოებია და მე ვთხოვე როგორ უნდა დავლიოთ ქართულ სუფრაზე აიო კოკაკოლათიო ხო და ავიღე ხე კოკაკოლით სავსე და ვთქვი რომ საქართველოს ისტორიაში რაც საოცარი დღეა მე უცნაური მე ვთხარი თამადა სვამს სადღეგრძელოს არა ღვინით არამედ კოკაკოლით და გაეცინა ძალიან და ესე ტკბილი ურთიერთობით ტკბილი სიყვარულით ჩამოგვიბრძანდა ეს ორი დიდი სიწმინდე და ჩვენ გამოგვაქვს და უამრავი ხალხი მოდის სამშაბათს 3 საათზე უამრავი ნუ რა ვიცი ამდენი ხალხი სასწაული ხდება და მე უთხარი კიდევაც მრევლს აი სამშაბათი გუშინ იყო გუშინ იმდენი ხალხი მოვიდა უთხარი რომ აი როგორც საქმე მოციქულთაში რომ წერიან მეთქი პირდაპირ რომ უამრავი ქალები და კაცები მოექცნენ მოვიდნენ და პავლე მოციქულს პირსახოცებს და წელ სარტყლებს ადებდნენ თავის მოსასხამებს ადებდნენ როგორც წერია ციკლოში ხო და მე მიქონდა და იკურნებოდნენ აი ეგეთი რაღაცას პირდაპირ ხედავთ უკვე 21 საუკუნის საბურთალოს ტაძარში იმიტომ რომ ესენი იხსნიდნენ ამ თავსაფრებს ადებდნენ ამ პავლე და კიპრიანეს ნაწილებს და რამხელა რწმენაა რა და მიაქვთ კოცნიან ეს პირდაპირ დამოწმებული რამე ისეთი მოგონილი არაა და არაფერი პირდაპირ დამოწმებული დაფუძნებული ბიბლიას და აქედან გამომდინარე ჩვენ ვასრულებთ იმას რას ვასწავლეს მოციქულებმა და გადმოგცეს შემდგომ ჩვენ დიდმა და წმინდა მამებმა და ჩვენმა საყვარელმა უწმინდესმა და უნეტარესმა განსვენებულმა ილიამ მეორემ სხვათა შორის მე გიორგი ეს შენ მაჩუკე სხვადასხვა სურათები მეთქი უკან ხო არ მებრუნებდა არა რატო დიდი მადლობა სხვათა შორის მალხაზმა დადო ეხა პატრიარქის ჯორჯიან ტაიმსის ხო დაფუძნებელმა რომ პატრიარქს რა სურათი უდევსო პატრიარქ ისეთ შენ მაჩუკე სურათი ის ჩვენ სასწაული სურათი აი არაჩვეულებრივი სურათი დიდი მადლობა და ეს სურათი შენ მაჩუკე და სულ დამაქვს პატრიარქის სურათი მანქანა ტრანსპორტში ესე იგი მანქანაში მიდევს ერთ სურათი ნაწერი უნდა იყოს მამაო მე მგონი ეგ დიახ ეს ნაწერი და ეს არის ნახატი ჯერ მე მგონა ფოტო იყო და აი ვინც ეს დახატა არის აი ნამდვილად გენიალური მხატვარი ჯერ ვიზუალში როგორც ფოტოგრაფიულად ისე აღმოჩნდა და მეორე ფსიქოლოგიურადაც რაღაც სასწაული შინაგანად გადმოცა პატრიარქის ხასიათი ნუ სასწაულია რა სასწაული დიდი მადლობა ამ სურათისთვის შე რა ლამაზი ხალხი მამაო ესე რომ მიდიან ხოლმე როგორი გულდასაწყვეტი არის ისე რომ ისა მაგრამ აი შემწეობა მამაო ზეცი და რაღაცნაირად იგრძნობა ხოლმე ხო მაგრამ კი ძალიან ბევრი ამბობს მე თვითონაც მის ხო მოუყევი აქ ტელევიზიითაც მოუყევი ნინოს რო არ უშვებდნენ პატრიარქი რო სანამ იყო დასვენებული სამებაში და ეხა მარტო ნინოს გული წყდებოდა 2 ცდა ჰქონდა თან ნუ მარტო მე მიშვებდნენ ნინოს არ უშვებდნენ და რო გამოვედი პატრიარქს თხოვე უწმინდესო გეხვეწები დამეხმარე რომ ნინო ჩემთან ერთად გამოუშვან თქო და უცებ მეძახის ნინო ისა მამა ალექსანდრე მოვდივარ აი მე ამას ვფიქრობდი პატრიარქს ვილოცე და ნინო გამოუშვეს კატეგორიულად არ უშვებ ხა სიონშიც ძალიან ბევრი სასწაულები ხდება ხოლმე მამა ნუ რა თქმა უნდა პატრიარქი წმინდა კაცი იყო ეს თავიდან ჩვენ თვითონ ყველა ესე უყურებდით და თან მამაო არ შეიძლებოდა მისულიყავი მასთან სიცოცხლეში და ის პრობლემა რა პრობლემითაც მიდიოდი არ გადაწყვეტილიყო და გარდაცვალების მერე ხო 10 ჯერ უფრო მეტად დაგვეხმარა აი გამორიცხული იყო მე ხა აი 1000-ნაირი პრობლემით მისულა აი ძალიან ბევრჯერ
აი რა ვიცი, მაგაზე მეტად არავინ არ შემიწუხებია, მე მგონი და ყველაფერში მეხმარებოდა ხოლმე და აი დღესაც ეგეთი მისია რახანც ქონდა, ყველა საქართველოში დაბადებულ ადამიანს ყველას დაგიხმარება და აუცილებლად მიდით ხოლმე და მამა ალექსანდრე, თუ შეიძლება რომ კითხოთ კიდე რამოდენიმე კითხვა მაქვს, რომ მამაო, აი ამ ღდლობას თქვენ რასაც ამბობთ, მამაო, ხო? აი რაღაცნაირად ასაკიდან გამომდინარე, ხო? მე უფრო რაღაცნაირად სხვანაირად მწიფდები რა. ბევრჯერ გეკითხებით ხოლმე, იცით რატო ძალიან ბევრ კარგ რაღაცას გვასწავლით ხოლმე თქვენ რა. აი შეიძლება 30 წლის წინ სიტყვაზე რაზეც შეიძლება ძალიან ფიცხი ყოფილიყავი, დღეს შეიძლება ეგეთი არ იყო. და ყველა ადამიანი ეგრე ვართ საერთოდ და თუ შეიძლება მამო, აი ეს გათვალისწინება როგორ ყალიბდება ხოლმე ადამიანის და ეს როგორც ყველა პროფესიაში ეთყობა აქაც ესეა, იმიტომ რომ ხა ახალგაზრდა ექიმთან, ახალგაზრდა თქვათ სხვადასხვა პროფესიის ხალხთან ნაკლებად მიდიან, ხო, უფრო გამოცდილებს ეძებენ. ეს გასაგებია ახლა განსვენებული მთავარეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე მახსოვს, მე პირველად იქ გამაგზავნა პატრიარქმა ნიკორ წმინდაში და ის იყო მაშინ მის დაქვემდებარებაში ვიყავი. ესე ამბობდა ხოლმე კემბრიჯის ინსტიტუტი რო კონდეს უნივერსიტეტი დამთავრებული, პრაქტიკა მაინც პრაქტიკაო, ჯობიაო კემბრიჯს, ესე იგი პრაქტიკა არის ყველაფერი ეს წლები რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა მე პირადად მე რომ მახსოვს რომ რაღაცა მკაცრი ვიყავი, ხა მეცინება კიდევაც იმ სიმკაცრეზე, იმიტომ რომ ამ ცხოვრებისეულმა, ასე ვთქვათ, სკოლამ, აკადემიამ, ცხოვრებისეულმა მასწავლა რა თქმა უნდა ის რომ ის რაც გვასწავლა ქრისტიანობამ და ჩვენ უბრალოდ ვერ ხვდებოდით ზოგჯერ რომ ვიყო მოწყალე. ეს არის ყველაზე მთავარი. სხვათა შორის აი პავლე მოციქულის აი შვილებთან დამოკიდებულება ეხა უმთავრესი ეხა ახალი გამოწვევები რო არის ერთ-ერთი ესაა სწორედ ძალიან რთული რა და პავლე მოციქულს პირდაპირ რა ესე იგი ახალ აქტმაში პირდაპირ მცნება ქრისტეს მცნება პავლე მოციქულის პირით გამოთქმული პირდაპირ რომ მამებო ნუ გააბრაზებთ შვილებს რასასწაული მცნება რა პირდაპირ მამებო ნუ გააბრაზებთ შვილებს პირდაპირ მცნება ესე იგი შვილთან როგორი დამოკიდებულება უნდა კონდეს ხედავ შენ ნუ გავაბრაზებ ჩვენ შვილებს და ეხლა უფრო შემწყნარებული ვარ და ადრე რაღაც მართლა სიმკაცრე მქონდა და რას აი ამ საკითხში გიორგი რას ვაკვირდები იცი რომ აი გამაოგნებელია ზოგიერთი მშობლის აი ესე დამოკიდებული შვილისადმი რომ არარაობად თვლის შვილს რა არ ითვალისწინებს მის ავტონომიას, არ ითვალისწინებს იმას, რომ ის საერთოდ დამოუკიდებელი ადამიანია, გამიგე და ამის არ გათვალისწინებას მე მოაქვს ძალიან ცუდი შედეგები. შვილი გარბის კონფლიქტი. ხო, სახლიდან გაიქცევა ახლა დიქტატორ მამასთან, ვინ გაჩერდა დიქტატორთან, ვინ გაჩერდება, როცა გაგსაშო, გაიქცე. ამიტომ ძალიან სხვანაირი ურთიერთობაა. ძალიან უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს ჩემო ძვირფასებო, ასევე შვილებს, როცა ახალი აქტმის ასეთი მცნება გვაქვს პირდაპირ, მამებო, ნუ გააბრაზებთ, რა თქმა უნდა, დედებსაც ეხება ეს შვილებს. ჩვენ შვილები არ უნდა გავაბრაზოთ. ჩვენ შვილები რაღაცნაირად დიდი სიყვარულით უნდა მოვიყვანოთ ეკლესიაში. ესეც არასწორია, როდესაც ჩვენ ვაძალებთ შვილებს, რომ ეკლესიაში იარონ. ეს აი ეგ იგივეა, გინდა ცემე უფრო ვარესია კიდე შვილის ცემა რა საშინელებაა, ხო? მაგრამ დაძალება ეკლესიაში მოსვლა ეს რაღაცა მამა რითის აქციელით ღმერთს უნდა ელაპარაკო თუ აი როგორ უნდა ეხა ჩემი მეგობარი იყო არ დადიოდა ეკლესიაში და მამამისმა მიიყვანა მამაო და ღვთისმშობელის ხატის წინ დააყენა და უთხრა ღვთისმშობელს რომ მე ამას ვეღარ ვერევიო და შენ გაბარებ ისე იმოქმედაო ამან თქვა რა რომ აუდექიო გუჯა ბურდული ნუ გარდაცვლილია მოისმინა ამ შვილმა ამ შვილს მიიყვანა ეს შვილი და უთხრა რომ მე ვეღარ ვერევიო რაღაც პერიოდი იყო არეული და აიო შენ გაბარებო ღვთისმშობელს და ისე იმოქმედაო ჩემს დღესაც ეკლესიაში დადის ის ბიჭი წარმოიდგინე და აი რა თქმა უნდა ეს არის ზუსტად ნუ გააბრაზებთ თქვენ შვილებს ეს საოცარი მცნება პავლე მოციქულის პირით თქმული
და აი რას უნდა ევედრონ, აი როგორ უნდა გააკეთონ მამაო, ან აი ეს ხო ტვისტია, მაგალითად მე რომ მყავს არაეკლესიური შვილი, ჩემთვის რომ მიზანი არის რომ ადამიანი ეკლესიური იყოს, ხო? და ძირითადად მამაო, ეგრე ხდება ხოლმე, აი ძალიან ეკლესიურ ადამიანებს შვილებით ებძვის, ოჯახით ებძვის და აი 90% ის აი ბოროტი მათ რო ვერ ერევა, უვლის ხოლმე გარშემო ის და აი როგორ უნდა გავაკეთოთ ისე მამაო, რომ აი ამ ეს ყველაფერი დაიძლიოს, აი როგორ თქვენ გინდათ მაგალითად, რომ აი ყველა იყოს სიტყვაზე მაზიარებელი, ხო? ეს არა მარტო სულიერ შვილზეც არის მამაო და ხორცი ყველაზე აბსოლუტურად და დიშვილზეც არის და ძმისშვილი. თქვენ ხო ყველა თქვენი შვილია, მოდელი ხარ. ხო, აი ნუ ეთყობა ეს არის რა, მაგალითად. აი რა მეთოდია მამაო? მარტო ლოცვა? უპირველეს ყოვლისა ლოცვა, მეტი ალბათ უპირველეს ყოვლისა ლოცვა და რაც მთავარია შენ როგორ იქცევი, შენი ცხოვრებით როგორ ცხოვრობ. ეხლა შენ თუ ცუდად იქცევი და იქ ცნებებს არ ღვევ, უკვე ის მაგალითე ვერასოდეს ვერ მოიყვან შვილს. რაღაც უნდა იპოვოს მე მაშინ თავის ცხოვრებაში ამ შვილმა ახალგაზრდამ ღმერთი უნდა იპოვოს რომ მოვიდეს თორე თუ დაი ამიტომ არის უდიდესი საქმე რომ მაგალითი ხარ შენ ესე იგი შვილების მრევლის მეზობლების და ყველასი მე ესე იგი როგორ მდგომარეობაში ვარ იცი რომ რა თქმა უნდა ცოდვილი კაცი ვარ მაგრამ მე აი ყოველთვის მინდა რომ ვიყო მაგალითი ყოველთვის და რა ვიცი ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს ვაკეთებდი რომ რამე არ შემპარო და ისეთი რომ ცუდი რომ ცუდი მაგალითი რომ არ ყოფილიყავი რა ხალხისთვის და რა ვიცი ყველაფერს ვაკეთებდი აი ეს მრავალშვილიანობაც ნინომ დამეხმარა ესეც აი ამ საქმეს მოხმარდა გამიგე რომ ბევრი შვილი რო ყავს უკვე მაგალითი ხარ აი მაგალითად იქ რო თქვით შენ რო არ წამოხვედი და იქ შენ რო გეძებდა ის კაცი რა კაიო შენ რო გაგიცანი და ნეტავ დარასელიაც მოსულიყო ხო იმ კაცმა ნახე რა მითხრა მე შენს გამრავლების ტაბულას გაუმარჯოსო ანუ მე რო ამბობ რომ ჩემ შვილებმაც 12 რო გააჩინოს და იმათმაც კიდე შვილიშვილებმაც 12 მე მეყოლება 1400 შვილთაშვილი ანუ სასწაული ჯერ მათემატიკა არის სასწაული გენია და მე ესეც სასწაული და რაზე ვამბობ აი ესეც არის მაგალითი მე რა ვიცი ხა რა ჩემელო აკეთებდი 5 ჯერ ეხა უბრალოდ კვირაში 5 ჯერ წირავდი ბოლოს გიორგი რომ ამითაც მაგალითი მიმეცა მრევლისთვის და ეხლა უბრალოდ ფიზიკურად აღარ შემიძლია და რა ვიცი აი რა შენ ახარ მაგალითი თუ შენ რაიმე შეწოდე მღვდელმა ძიმეწოდა მაშინ არ გაპატიებს არავინ არაფერს ძალიან ცუდი იქნება ამიტომ აი მღვდელი ასე თავის სიმაღლეზე უნდა იყოს ყოველთვის და სხვათა შორის აუ თქვენ თუ აღარ ხართ მაგალითი აუ ვინ უნდა იყოს იმიტომ რა ვიცი ჩემთვის არა მარტო თქვენი ოჯახისათვის ჩემთვისაც აი მართლა დედას გეფცები აი პატრიარქის მერე თუ ვინმე მიხარია რომ არსებობს ამ ქვეყანად ეს თქვენ ხართ და დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის ძალიან დიდი მადლობა გიორგი შენ ყოველთვის მააქებ და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის განაქება არის სასიამოვნო ილია მეორის ამბავი გავიგეთ რომ პირველი მეთქი მამა ალექსანდრესთან მივალახოს იქნებ რაღაცა ცოტა შემსუბუქდეს ეს ყველაფერი მეთქი და ხო და მაგრამ ნუ მე რა თქმა უნდა ჩვეულებრივად ცოდვილი კაცი ვარ და როცა მეუნებიან მააქებენ გარდა იმისა რომ აი ამდენი შვილი მყავს და ის ამის გარდა ნუ ესე მოხდა და ღმერთმა გაგვაკეთებინა და არაფრად არ თვლი თავს იმიტომ რომ მამა 40 წელია რაჭაში ეპარქია არისო ჩამოყალიბებული ჯერ კიდე იქ რო იყავი და იქ წირავდა აქ ეხა იმ დღეს რომ მოვიდი თქვენი აშენებული ტაძრები მამაო და სამ ტაძარში სამივეგან იყო წირვალოცვა და ისე მე ჯერ დავითი და კონსტანტინე მამაო რა მოგაფიქრებინათ აქ რო ააშენეთ ეგეთი რაღაცა მე არ გამიგია მართლა ქუთაისით არ მეგონა რომ აი ამ უდიდესი წმინდანების ისა რა ქვია და როგორი ის არის ჯერთი დავით და კონსტანტინე იმიტომ რომ ესეთი წმინდანები მსოფლიო ისტორიაში არ არის რომ ესენი იყვნენ ღირსი მამებივით ყველაზე დიდი მოწამეები იყვნენ ღირსი მამებივით იმიტომ რომ ყველა ლოცვას ასრულებდნენ რაც კი ჟამშია წირვას ესწრებოდნენ ქალწულები იყვნენ ნუ ხომ რუშობაზე არა ლაპარაკი ცოლებიც კი არ ყავდათ კანონიერი ანუ ქალწულება ღირსი მამობა დიდი მოწამეობა ყველაფერს უვერცხლო ასე ვთქვათ გამცემები იყვნენ საოცარი ხალხი იყო უდიდესი მეომრები იყვნენ ქრისტიანობას იცავდნენ ფიზიკურად ყველა ასპექტში აკმაყოფილებდნენ ნორმალურად რაღაცა სასწაული და ამიტომ თან დასავლეთი ჩემთვის უცხო არ არის
ჩემი ბებია ბაღდადიდან იყო და მოწამეთაში ხშირად ავდიოდით და რაღაცა სულ კავშირი მქონდა ეს ბავშვობიდანვე ქონდა ბავშვობიდან და ძალიან მიყვარდა და თან მე ორი წმინდა გიორგი ხო დასავლელი კაცი ვარ მთლიანად რა ესე იგი მე ვარ გურული მეგრული და იმერული სისხლის ადამიანი დასავლეთის და დავით და კონსტანტინობა მან ფარველებიც არიან მამო თან ორი წმინდა გიორგის ორივე ტაძარი აქეთკენ წმინდა გიორგის არის ეს ერთი ილორის ხო და მეორე ერთი ილორის ხატის რასაოცრება არის ერთი ილორისა დავით და კონსტანტინობა ეგეც არსად არ არის მამო სხვათა შორის რაღაცა ესე მოეწყო ძალიან გახარებული ვარ და მადლობა ღმერთს აი ქადაგებაში ვთქვი კიდევაც ის ადგილი იყო აი ძალიან ცუდი ადგილი სულ ნარკო სულ ნემსები ეყარა სულ რაღაც დაჭრები მიდიოდა სულ ჩხუბები მიდიოდა, სულ მრუშობები მიდიოდა და ესეთი რაღაცები იყო და ეხლა და მოხდა რომ ყოფილი ეკლესიის შენობები იყო, მათ ნანგრევები და ისინი იყო, რომელიც შენარჩუნებული არის. ეკლესია იყო და ეხლა დაანგრიეს 37 წელს და მე რაღაც ღვთის შეწევნით სულ მადლობ ხოლმე სულ მადლობ იმ ადამიანებს ერთი ტაძრის ერთი სპონსორია ბოლოში მინდა მოიხსენო და არ დამავიწყეს. აუ სხვათა შორის ძალიან მალე გავიდა ჩვენი 1 საათი, იცით, სულ 10 წუთი დარჩა. ხო, არა, 10 წუთი ბევრია მე. ესე იგი როგორ არის იცი, გუშინ ვიყავ ძალიან დავიღალეთ, თუ გუშინ წინ კაცო ძალიან დავიღალეთ და მინდოდა გადმოწევა რა 4 შაბათის იქით 4 შაბათისთვის, მაგრამ და გუშინ ნუ ვიფიქრე გავიჭივრებ და როგორღაც მივალ და როგორ თუ გინდათ მამა დღევანდელს არ ჩაგითვლი და იმ 4 შაბათს მომწანდით. ძალიან დიდი სიამოვნები. არ მინდა ხოლმე მოვაბეზო, თორე აქ ვიჯდები ყოველ მეორე კვირას. არა, პირიქით გაგვიხარდა მამა, თქვენზე კაი სტუმარს. არ მინდა. ძალიან კარგი გადაცემები გაქვს გიორგი და რასაოცრება აი სულ ფიქრობ, რომ 20 წელი ამის გაძლება არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლი. აი შენზე არის ღვთის მადლი. და ის რაც შენ ილაპარაკი გუშინ რომ არსად სოფლიოში ესეთი რამ არ ხდება რომ ტელევიზია 2 საათი ესეთი ობიექტივი ხა მაინც ავტორიტეტული ტელევიზია საქართველოში და უყურებს მთელი სოფლიოს მართლმადიდებლები გაფანტული ქართველობა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სწორი ხარ შენ ღვთის მადლი და ღვთისმშობლის აი ლოცვა-კურთხევა აი ხო ჩვენ რა არის ჩვენი ქვეყანა არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ხო ეხა მეორე სტატუსიც ხო მივეცით ესეთი რომ ქრისტეს დედულეთი შვენიერია დიდებულია ხო და ქრისტეს დედულეთში ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ღვთისმშობლის ბაღში წარმოიდგინე შენ რომ რა თქმა უნდა ეს არის ღვთისმშობლის მადლი რაც ხდება ეს რელიგიური საუბრები შენ რომ მიხავს ესა და შენზე აი 20 წელი კიდე გიმეორებ რომ შეუძლებელი ამის გაძლება უბრალოდ გაძლებინებს ღმერთი ღვთისმშობელი ხო და თან მამო ისეთი არქივი ინახება მე მამო და ამის გამო არის რომ აი ამ ღდლებს რომ ესე პატივცემენ მამო აი ესე რაღაცნაირად მოდის ეს ტელევიზია თუ ამდენხას ეს ფიზიკურად ვერ გაძლებდა და სულ რა ვიცი მადლობა ღმერთს რომ თან ყველაზე ის არის რომ აი თუ ვიღა რაღაცა ნებისმიერ სხვა გადაცემას რელიგიურს ხო სხვა არხებზე აქვს რაღაცა 10 ნახვა ჩემსაც აქვს 1000 ნახვა აი 10 ჯერ 20 ჯერ 30 ჯერ მე რეიტინგს დებს და არა ვერ დაიშლებოდა 20 წელი ვერც გაუძლებდა გადაცემა ესეთი მღდელი ჩემთან რო არის არსად არ არის ხოლმე მამო აი არსად აი პირდაპირ მოდიან ადამიანები პირდაპირ ეთერში მოუმზადებლები საერთოდ იმიტომ რომ იციან რომ ალალები და გახსნილები უნდა იყოს ხო და ეგ იცი რა მნიშვნელობა აქვს ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ აინტერესებს ხალხს და მორწმუნეებს განსაკუთრებით გიორგი აი შენ ერთმა ქალმა დაგირეკა გუშინ ესეთი რამ თქვა და აი მინდოდა ამის შესახებაც ვცირედ მეთქვა რომ ამ ქალმა თქვა რომ უამრავი ხალხი ეზიარებაო მაგრამო გააზრებული არა აქვთ რასაკეთებენო რელიგიოთ ეს ძალიან შეურაცხყოფა ეს ქართველი მორწმუნეების მე შეიძლება ნაწილობრივ რაღაცა სწორია ვიღაცა გააზრებულად არა აქვს მაგრამ თელ იმაზე როგორ შეიძლება ესეთი რამე თქვა და ჯერ ერთი რა განათლებაზეა ლაპარაკი მარიამ ეგვიპტელი რომელიც მრუშობდა და საოცარი მადლი როცა შეინანა მივიდა და ეზიარა გაუაზრებელი იყო რა განათლება ჰქონდა მარიამ ეგვიპტელს არანაირი ნული განათლება რელიგიაში მაგრამ რელიგია ხალხო
ეს არის ადამიანის და ღმერთის დამოკიდებულება, ადამიანის სინდისის გაღვიძება. და ეს არის რელიგია, ამიტომ იქ უამრავი ხალხი რომ მოდის ამას განათლება არ ჭირდება. ამას უნდა შინაგანი განცდა, საკუთარი ცოდვები და მონდომება. ხო, და მონდომება და მოსვლა და ტირილი ცოდვებზე და ღმერთთან შეერთება. აი ესა ყველაზე დიდი გაგება და ეს აქვს უამრავს, ვინც ეზიარება იქ. რა თქმა უნდა, განათლების მე იცი შენ როგორ მხარს უჭერ და ვამბობ, რომ განათლება აუცილებელი და ძალიან კარგია. მაგრამ იმის თქმა რომ ხალხი უამრავი ხალხი და დასცინი ეზიარება აპატიოს ახლა იმ ქალმა შეიძლება თლად ასეთ კონტექსტი არ უთქვია კონტექსტი მაგრამ ნუ ეს არ შეიძლება ესე თქმა და არიან ესეთი ადამიანები ძალიან უყვართ დაკნინება მორწმუნე ადამიანების და ამბობენ რომ აი ისინი არ ასეზიარებენ არიციან და როგორ არიციან ძალიან კარგად იციან და მარიამ ეგვიპტელის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ მარიამ ეგვიპტელის საერთოდ განათლება არ ჰქონდა რელიგიაში მაგრამ რომ მიხვდა რომ ცოდვილი იყო და გადააჭარბა და საშინელებაში ჩავარდა და ჯოჯოხეთს მიუახლოვდა აღიარა ქრისტე მხსნელად და თხოვა პატიება და მიიღო შენდობა და მიიღო ზიარება. აი ეს არის რელიგია და არა ეს მოციქულე მამა ვინ აზიარა პირველად მაცხოვარმა ხო როგორი ისინი მოციქულე გაუნათლებენ ხო როგორები ასე რომ რელიგიური განათლება არის ის როცა შენი სინდისი გაიღვიძებს და ხვდები რომ შენ მხსნელი ქრისტე გჭირდება და გჭირდება რომ ღმერთმა გაპატიოს ცოდვები და დაიწყოს სულიერი ცხოვრება. აი ეს არის და ეს. თან მამა ისე ხوارეზიარებენ იქ მოძღვარი წვიტავს და ანუ მოძღვრამდე მიდის ბოლოს ეს ისრები ხო რომ ამბობ ამას და ასე რომ ეხა მოძღვარი წვიტავს ის მოძღვარი იმას კი არ უყურებს დიპლომს კი არ უყურებს იქ იმ ადამიანის განწყობას უყურებს და იქ ღვთისწყალობას უყურებს რომ რამდენად დაშვებული არის ეს და არა ის რომ კაი მე შეიძლება ვერ ვერკვეოდე იმდენად მაგრამ რაღაცა შანსები იყოს ეხა აი მაგალითად არის ხოლმე თან ხშირად არის მამაო რომ გამონაკლისი არის ხო აი პატიმრები ჩემს საყვარელ ხალხს მოვიკითხა მართლა აუცილებლად აზიარებ არ იკითხები უბრალოდ გუში რა სჭირდა გუშინ წირა სჭირდა რაღაც დაშვებები არის ხოლმე და ანუ ეს იმას არნიშნავს ანუ თავარია რომ მე რო გამოდის მე რასაკეთებს მაგრამ განათლება აქ არაფერ შუაში არ არის რა თქმა უნდა გიორგი ჩემმა მეუღლემ მითხრა აიო გიორგიოს სულ მიხსენიებსო და შენც მომიხსენი ერთხელ და მე ვუთხარ მეც გიხსენებ ხშირად და ეხლაც მომიხსენიო რატომაც მეთქვი მინოს აუცილებლად უდიდესი სიყვარული ჩემი უდიდესი სიყვარული ჩემ მეუღლეს როგორ მიყვარს მართლა და საერთოდ ეს სიტყვა მიყვარს ცოტა ამ მაღალი სიტყვა საქმით უნდა დაამტკიცო მაგრამ ნინო მეუნება რომ მე საქმით ვამტკიცებ ამას რომ მე ჩემი უსაყვარლესი მეუღლე ნამდვილად მიყვარს ახლა მიყურებს და რა გახარებული იქნება ხო და ჩემთან დაგიჯდებათ ისა თქვენი ლამაზი სამაჯური ერთის ეს რეკლამა ესე ნინო შენიცი მოამზადე ახლა სამაჯური და გიორგი უგვამდრო აუცილებლად უნდა მოიხსენო ერთი პატიმარი მართლა არაჩვეულებრივ ღმერთო სიკეთე მოგცეთ დიახ მამა მოიხსენეთ მეც გვაქვს დრო კი მამა ერთი წუთი არის ბოლო ერთი წუთსა და ძალიან მოწყალე ხალხი არიან ზემო და ერთი წუთსა რა თქმა უნდა პატიმრებს დიახ მოვიკითხავ მაგრამ უნდა მოვიკითხო ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილი ესე იგი სამხედრო მინისტრი ჩემ ხელში გაზრდილი ადამიანი უსაყვარლესი ადამიანი ჩემო ძვირფასო 9 შვილის მამა და აი მე ღრმად მწამს რომ რაღაც აი გაუგებრობას აქვს ადგილი და ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი დაალაგდება როგორი მდგომარეობაში არიან ეს ბავშვები ცოლი როგორი ოჯახია იცი აი ნინო მხეიძე ესე იგი მისი მეუღლე სოფლიო დონის პიანისტი იყო და უბრალოდ 9 შვილი რო გააჩინა აი ამის გამო აი იმას აღარ გაყვა ხა რა არის ახლა 9 შვილი გააჩინა და სოფლიო ის იყო პიანისტი და არ გამოდიოდა ეს აი ესეთი რაღაც საოცარი ოჯახია და მე ღრმად მწამს და უსურებ რომ ყველაფერი დაალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება დალოცოს ღმერთმა ჯუანშერი და ყველა პატიმარი და ყველანი დაგლოცოთ ღმერთმა და სულ მადლიერების გზნობით ვარ გიორგი შენც სულ ამას ამბობ რომ აი ამ ტელევიზიის ფლობელები უდიდესი სიყვარული და მადლიერების გზნობით მადლობა ყველას ვინც გვეხმარება ჩვენ ვინც გვეხმარება ყველას მართლა უღრმესი მადლობათ მართლა იმიტომ რომ ჩვენ რაღაც რელიგიას ამდენ დროს რო უთმობთ
ამიტომ არის რომ ეს ტელევიზია საერთოდ არის, იმიტომ რომ რაღაცა ღმერთის წყალობა არის ძალიან მაგრა, იმიტომ რომ დღე არ გავა მამაო აქ რომ სასულიერო პირი არ იჯდეს და მადლობა ამ ყველაფრისათვის. ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერ კარგს გისურვებთ, რასაც ეკლესიას ვინც კარგს უკეთებს, ყველა კარგად ყოფილი ყავთ. სადაც ჯუმაშერთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილს და იმ ადამიანებს მოვიკითხავ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ტალახის როლა ძალიან დაიწყეს და ესე არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს დამსახურება ძალიან დიდი. ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული და ესე ხაზის გადასმა არ შეიძლება არავის ეიცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ სადაც ვიღაცას ხაზს გადაუსვამთ, იქ აუცილებლად დრომოვა და ჩვენც გადაგისვამენ და პატიმრებს ვიხსენიებ, პირველ რიგში ყველა პატიმარს მინდა რომ სიკეთე და სიხარული გისურვოთ და მათ შორის ეს ორი ადამიანიც არიან პატიმრები და რა თქმა უნდა ვითვალისწინებ და იმ ტკივილს ვითვალისწინებ, რაც მათ ოჯახებს აქვთ და ნუ რავი ნუ იტყვის რაღაცნაირად ესეთ სივათ უყურებთ, მაგრამ სხვისი ტკივილი გასათვალისწინებელია. აი რელიგია მაგიტომ არის მთავარი, რომ სხვისი ტკივილის ცოდნა არის და გათავისება და მე არ მაქვს უფლება რომ ეს არ თქვა და არ გავითავისო და ყველას ბედნიერებას გისურვებ და მალე გამოსვლას გისურვებთ და ის ადამიანები ვინც გიღალატათ, ყოველ შემთხვევაში ხო დაინახეთ ყველამ აბსოლუტურად და არაუშავს. ღალატი აუცილებლად დასჯადია. ის არ არის დასჯადი თქვენ რო ციხეში ხართ გამოხვალთ რაღაც, მაგრამ აი ვინც გიღალატათ, ვინც გაგიმეტა და რაღაცა, იმათ კიდე ვაიო, ხო იცით, წინელით ყველაფერი. კარგად ზანდებოდ, როებით კვირას განმეორდება ეს გადაცემა. მამა ალექსანდრეს ოჯახს მოვიკითხავ. დიდი სიყვარულით, ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერ კარგს გისურვებთ და მამა უღრმესი მადლობა რა. ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და გემშვიდობებით სამშაბათ აგიმნობით საღამოს 8 ნახევრისათვის. აი ამ ტელევიზიაში მართლა ილია გადაყოლილი არის ზემოდან დიდი მადლობა ჩემ პროდიუსერს და იმ ადამიანებს ვინც აი ამ ხარეს წარმოადგენთ. უღრმესი მადლობა წარმატებებით დროებით.